გამარჯობათ, ეს არის ჩვენი ახალი პროექტის პირველი ჩაწერა. მე მოფანი გახლავთ პროექტი, რომელიც არა მარტო გადაცემის, არამედ პოდკასტის და გადაცემის ჰიბრიდია. გარდა სტუმრებისა და ჩელენჯებისა და თამაშებისა, გვექნება კიდევ გასვლითი რეპორტაჟებიც და ბევრ საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ მოკლედ. ეხლა კი გადავალ დღევანდელ სტუმრებზე რა, სტუმარ მასპინძლები გამოვდივართ ფაქტიურად, მარი, აჩი და ირაკლი. ეს არის Memo Production-ის გადამღები ჯგუფი და Post Production-ის ჯგუფი, რომელიც აკეთებს თქვენთვის მუშაობს, რომ გადავიღოთ საუკეთესო კადრები. გარდა მაგისა, ჩვენ დიდი ბევრი ვართ, მაგრამ ყველა ეხლა სტუდიაში არ ჩაეტია ფიზიკურად და ხოლო ჩვენ 4 ვართ წარმოდგენილი. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი სალაპარაკო თემა იქნება ქორწილები, გადაღება და ზოგადად, რაც ქორწილის სამზადისთან არის დაკავშირებული. მივესალმოთ აბა, სტუმარ მასპინძელს. მოგესალმებით მეგობრებო. ფიქრობ საინტერესო იქნება მომავალი პატარძლებისთვის ეს ყველაფერი. გამარჯობათ. დავიწყოთ თემა, ხო? დავიწყოთ თემა, ბატონო. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ანუ პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს წვიმმა. ურჩევ პირველ რიგში წვილებს, რომ სანამ ის დღე გათენდება, რომ ქორწილის დღე ექნება, მათი თავი ამშვიდონ იმაზე, რომ არ უნდა ინერვიულონ არაფერზე. სულ ყველა კმაყოფილი დარჩება ბოლოში, სულ ყველა და შენ თუ ინერვიულობ, შენ იქნები მხოლოდ უკმაყოფილი, რა. ქორწილის წინარე სამზადისის პერიოდში შეგიძლიათ რომ ინერვიულოთ, მაგრამ ქორწილის წინა დღეს და ქორწილის დღეს ანუ უკვე რაც არის დაგეგმილი, იმას უნდა მიყვეთ რა. კიდე დამატებით ინერვიულ. როცა ქორწილი გაბედნიერდება. უკვე გადავიღო. ეგრად. რა გაქვს სამედიულო? ხო და ძირითადი პრობლემა გვარებულია. კი. მე მოზრო უკვეთავ. ანუ ჩვენ გარდა გადაღებისა ვითავსებთ ორგანიზატორობასაც, რავი, ჯამბაზობასაც ვართობთ ხოლმე და რავი, ყველაფერი გვევა. სტენდაპების გვაქვს ხოლმე ლოკაციები. აი ხაც მაგალითად რიმოუთი პოდკასტები ლან. პრინციპში ეს პოდკასტი არაა სულ, ხო? რაღაც მოპოდკასტო. ინფორმაცია. ძალიან ბევრი პოდკასტები ზოგადად გავრცელებულია და ყველა მეორე პოდკასტი იღებს. ძალიან ბევრი პოდკასტი. ანუ ამ წუთას ჩვენ ურჩევთ. არის შენ რა გიქცევ? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ამინდი. ჩააჭირა ხო? ვისაც ხვალზე გააქვს ქორწილი. ამინდი რა თქმა უნდა მთავარია, მაგრამ თუ ამინდი არ არის, იმ შემთხვევაშიც მე მინახია ესეთ კლიპები, მე ვფიქრობ, რომ სივრცეში შეგაწყვეტ ერთი სალოცავი უნდა დავამატოთ მემოში კუთხე. ქორწილამდე სალოცავი. ხო რომ მოვიდნენ და ამინდს რომ ერთი ანუ კუთხე რა. შეროვლოთ, სულობთ ხო შველის რა ხო, მაგრამ ეგ არ არის ის ეტაპი, რომ აი ანუ იმედები გადაიცვალა. ხო, მაგას გულისხმობ. სივრცეში არის ისეთი ლოკაციები ბათუმში და სხვაგანაც არის, მე მინახავს ძალიან ლამაზი ლოკაციები, სადაც შეგიძლიათ რომ ისეთი კლიპი გადაიღოთ, სადაც გამოვა იდეალური. თუ შეეტევობა და ხო, რა თქმა უნდა, კაბის შენ ფიქრებს კითხულობ. ახლა გუშინ რომ დაავთავროთ ყვავერი. ფორმას და ზომასაც გააჩნია კი ბატონო. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ვატყობთ, რომ შიმშილის გამო პატარძლები უფრო უხასიათოდ არიან, ვიდრე მაგალითად კაბის გამო და ასე ან მოკლედ არ იყოთ მშივრები და ჩაიცვით სუბუქი კაბა. და რაც თავარი არ დატოვოთ მშივრები გადამღები გუნდი. ძალიან დიდი. დღეში სამჯერ ვჭამრობ, შეგვიძლია ის 8 დღეს და საღამო. ან შეგვიძლია სამივე ისა ერთად ვჭამოთ. კი. აზარი. სამი ვაერთიან. დარბაზში ვაერთიანებთ ხოლმე თუ ვინმე დაგვაჯინა მაგიდაში. შეიძლება ადამიანს არ ეცვას ისეთი კაბა, როგორიც ახლა შეიძლება თვითონ მოსწონს და აცვია, მაგრამ ისეთ ხასიათზე იყოს და ისე მოირგოს კადრი, რომ შეიძლება ჩვენებრივი საღამურითაც კაი კადრი გახდეს. იგივე არის ამინძეც. შეიძლება წვიმდეს, თოვდეს, მაგრამ ადამიანის წყვილის განწყობა ისეთი მაგარი იყოს, რომ კადრები მზიანი გამოვიდეს, ნუ რიტორიკულად, მაგრამ მაინც. ზოგადად სითბოშია კაი ქალის მოყვანა. თუ ზამთარში. სითბოში კი არა, სიცივეში. თვითონ სითბო და მეიყვანა. არის პატარძალი, უნდა დიდი კაბით რა. მე ანუ ეგ როგორი დიდი კაბა უნდა ზოგადად რომ როცა ერთ დღეზე გინდა ყველაფერი მოასწრო და თან 50 კილოიანი კაბა გეცვას.
ხო. მაგას გონი ლაშა ტალახაძეს ვერ გაკაჩავს. იმ ხელატონა მთელი დღის დაშვილი. ზოგადად ყველა ზარი, ყველა დალაპარაკება, ნუ პრობლემის შესახებ ამ რაღაც მოსაგვარებლის შესახებ იწევს შეჩერებას რა გადაღების და ეს ერთი დაელაპარაკე ის რომ აწვდით ტელეფონებს და დაელაპარაკე უთხარი სადმოვი, ან უთხარი შემდეგ სამი ხვალ. ეგ არის დაანცუდი და ნუ მოკლედ ხესგვიშის რა. ხო, ჩემი რჩევა იქნება ბიჭებისთვის, რომ ყვავილის დასაჭერად არ დადგეთ. ხო, აი ეს რჩევა გვაქვს. ვისაც ყვავილი გინდათ, მომწერეთ მისამართები, მე უნდა გამოვიგზავნოთ ყველა სახლში. გოგონებს ადროვეთ, რომ უნდათ გათხოვება და იმიტომ დგებიანი იქ. ამიტომ არა საჭირო თქვენი ჩაკვეთ. ბიჭებსაც უნდათ გათხოვება და დგებიან იქ. აბა ევროპა როგორი გინდა ყველა პერსო ევროპას მივაწებებთ იყოს ამ აგიც ევროპა. გოგოებს ვაცადოთ პატარძლის თაიგულის დაჭერა და თუ ბიჭებს ძალიან გინდათ, სიძე შეიძლება ამ ბანცი კი ეკეთოს ან 1000 რაღაცა აწვია სიძეს გამოიქნებს. მინიმუმ შილეც მაინც გამოიქნებს. თანაც თუ ესე ძალიან უნდათ ყვავილის დაჭერა, მაღლები ჩაიცვან გოგოებსავით და ისე დადგნენ იქ რომ დახტიან და ხელამბებში არის. ნუ გოგოები ჩაგრებიან ერთი სიტყვით. ჩემი აზრით, კიდევ მთავარი ელემენტი, რაც არის აი იმ დღის გალამაზებისთვის არის მაკიაჟი. აი უმნიშვნელოვანესი არის მაკიაჟი, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში უნდა გაძლოს ამ მაკიაჟმა, ფოტოში, ვიდეოში. ეხლა მაკიაჟებში დიდათ ვერ ვერკვევ, მაგრამ ანუ ასეთი შემთხვევა, ხო, ასეთი შემთხვევა არის, რომ ანუ არ მყავს ზოგადად პატარძალი ნანახი, ნახეთ, გადავიღეთ კლიპი და მე ვიდეოს წასაღებად რომ მოსურვა, უფრო ლამაზი ყოფილა. რატომ კენეს? იმას სტილის არეცხოს ხდება ხოლმე. ამას შევესწა, ნუ ხშირად ხდებოდი აქამდე, მაგრამ გამიკვირდა უცებ რა. საცერში რო უყურებენ ერთმანეთს. ეგ თემა არის რაღაც განსაკუთრებული ფენომენი. უორმოცოები. ფაქტურად მაკიაჟი ხო გაფარებული. მაგრამ მაკიაჟი ხო დაკლია და ცრიადი. ეგ ცნობილი ამბავია, იმიტომ რომ თუ ორი უორმოცო დედოფალი შეხვდა ერთმანეთს, მაგის შემდეგ ცხოვრება იგრევა. ამიტომ ანუ რაღაცნაირად ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე. ხო, ჩვენ ვიცით დაწერეთ კომენტარებში ეგ რა ხდება და ლეგენდა საერთოდ. მოკლედ, გადავედით შემდეგ საკითხზე. ლოკაცია, ისეთი ლოკაცია, სადაც არავინ არ დადის. განსხვავებული. მე ვიცი შენ რო იცი. მორგი. მორგში არავინ არ დადის. როგორ არ დადის? დადის. მიყავთ. მორგში მიდიან, მაგრამ ვეღარ მოდიან. დაწერეთ კომენტარებში თუ გინახავთ ლოკაცია, სადაც არავინ არ ყოფილა პატარნუ გადასაღებად რა. ნუ ისეთ ლოკაციას არ გულისხმობთ, რომელიც ეს ალბათ როგორ არის? ახალ კარტას რო ხსნი თამაში რა, ახალ ლოკაციას. უბელი რო იფანტება და იქ რაღაცა არის, რომელიც ჩვენ არ ვიცით. არა, შეიძლება იყოს, მაგრამ ანუ თუ მე შენ რო გეკითხება ადამიანი, ისეთი ლოკაცია მირჩიე, რომელიც არავინ არ ნამყოფი. არავინ მე რომ ნამყოფი ვარ, უკვე ვსიო თამთავდა იქ გადაღება. მე ყოველთვის როგორ ვარ? ვიღაცა არის ნამყოფი. ასე რომ მეკითხებიან? ხომ მკითხავს და რო ვარჩევ ახლა იქ 2000 ჯერ ვიყავი, აქ 1000 ჯერ, აქ 100 ჯერ, 100 ჯერ ვიყავი, მას ეგება არის. მე ვერ გიჩა. თან ანუ საცობების თემაც გასათვალისწინებელია ლოკაციებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ჩვენი ბათუმი, ეს პატარა როა, მაგიტომ არის ისიც, რომ ქალაქის ერთი ბოლო და მეორეზე შეიძლება ვერ გადაადგილდე რა. ან ბათუმის ერთი რომელიმე მხარე ავირჩიოთ და იმ მხარეს მოვერგოთ და არ გადავიდეთ მეორე მხარეს რა. კი ბატონო. იდეაში მანქანების აი მანქანებზე რადგან ჩამოარდა ბაზარი. ურჩიოთ კიდე. ვეცადოთ ყველა პრიუსის მსხოლი ქორწილებში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოთ რას უძახიან ესკორტს, ხო? კი, ესკორტი. პატარძლის მანქანას წინ ნუ დაუდგებით. სასურველია. ანუ იწვალა იქირავა რაღაცა кайფო მანქანა და შეგვიძლია რაღაცებსაც აქირავებია რომ ჩავაყენო და ვიღაცა რომ გამოვა რაღაც მანქანა. ახლა პრიუსებს არ ჩაგრავთ, მაგრამ ბევრს ყავს, ბევრს ჩემს მაგაცაც ყავს, მაგრამ არ არის მიზანშეწორი რომ აი და მაინც კაცში გამოჩნდეს. აი სიტყვაზე წარმოიდგინე რომ აქ იგი მეჭეჭი გამოსული და მაინც მეჭეჭს რო გადავუღო რა, ხომ შეიძლება შეატრიალო. ამიტომ აი რომელიც არ გაქვს, ხარ გამოაჩინე. პრიუსი რატომ უნდა გამოაჩინე? რატომ შეადარე პრიუსი მეჭეჭს?
ხო. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი. რატო გყავს მეჭეჭი? ხუმრობთ, ყველაფერი არის ხუმრობა და არ გაგთელოთ კომენტარი. მაგარი მან. რომც გაგთელოთ, მე არ მითხულობ პირადად. არ დერჯულოთ ვინა დაწერ. რა. და ვიდრიფტაოთ ჭოროხს. აუცილებლად. მე რაზვალი გაფუჭდება და ნადინი ჩვენი ძმა. ჩვენი ძმა. ნადიმი ჩვენი ძმა. თუ იდრიფტავთ არ არის პრობლემა, ვიცნობთ ერთ კაცს და გაკავშირებთ. სულ ახლა გამოდის რომ პრობლემებზე ვსაუბრობ. იმიტომ რომ ჩვენ რაც ტკივა და გვაწუხებს, გვიწევს იმაზე საუბარი. ნუ ეხლა კარგი რაცაა იდეაში არის. რაც არ მაწყობს იყოს კაცი. კარგზეც კარგზეც ვისაუბროთ. კიდე ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. თავში უნდა გვეთქვა, მაგრამ მაიც. პატარძლის ხასიათი აუცილებლად გადმოდის ოპერატორებში. როგორი მხიარულიც იქნები, ანუ თუ შენ პატარძალი ჩამოყრის ყურებს არა, შენ ვეღარ შვები იმას, რაც გინდა რა, თავის. ეს აუცილებლად გაითვალისწინებთ, მაგრამ თქვენაც უნდა შეგიძლიათ. რამაზიროს რომ ანეკდოტი აქვს ხინკალზე ნათქვამი, რამდენჯერ, რა ვიცი, და აღარ ეცინება ვინმეს, მაგრამ უკვე სასაცილოა რომ არ ეცინება. ნუ ჩვენ უკვე ეგეც ხო და ჩვენ რომ ასე ვაქტიურობთ კიდე ხიარულება იყოს ემა და ძმაკაცები არ ვართ თქვენი რო იცოდეთ. ჩვენები მეგობრები ვართ და საყამოს უდაგვიწყებ ძმა 1-10 შემდეგაც დარჩი რა. არა, ძმაკაცები არ ვართ, უბრალოდ დღეს ვართ ერთი მეგობრები ჩახდება ადამიანი. ხო, გირგებ დღეს. 10 საათამდე. ზოგჯერ ძმაკაცებიც ვართ ხამდე. ანუ ყველა მაგას მე გადავწყვეტ. ხო. ანუ 10-ის მე გადაწყდება ძმაკაცები ვარ თუ არა. ხორცილიდან ძმაკაცობამდე შეიძლება ისეთი პიროვნება გაიცნო ხორცილში, რომ ბევრი იყურებს და აი ამ გადაცემას და არა, ხორცილიდან ძმაკაცობა რა ხორცილიდან მეჯვარე იყო რამაზის. ჩვენი ძმა. რა ქვია? მოანა თუ რაო? შრეკი. მოკლედ, გადავედით შემდეგ თემაში დარბაზში. როგორც ახლა სტუმრების გადმოსახედიდან ვისაუბრეთ, ხა თქვენ გადამღებები გავიგე, რომ რაღაც პრობლემები, ჩეპები არის და როგორც სტუმრის ამპლუაში ვისაუბრებ, მე ძალიან არ მიყვარს, რომ თამადა საუბრობს 24/7-ზე საუბრობს, ანუ დარბაზში რო შესული ხარ და არ ჩერდება და აბა გაუმარჯოს 2 საათი გძება 2 ცეკვა, 2 საათი გძება 2 ცეკვა, ესე გაანაწილეთ. არის ხორცილი, ენა კლაცეკვა თამაშობთ, ნუ აქცევთ ასე. ხო, აი ზუსტად ეს სიტუაციაა რა, ხო გეტყვი. ჩვენ აქ იმიტომ ვართ რომ თამადა არის თამადა, ახლო ხანშიც იყო თამადა, რომელიც ინარჩუნებს ხალხს იმით რომ ტორტს არ გაჭრის, იმას თაიგულს არ გააქნევს, რომ ხალხი არ დაიფანოს. თამადას ვინუჯდელი მოусმეს რა გზა აქ რომ თაიგულს ელოდება. ესა პრობლემა გაქნეულია. გარდა მომაზარა ზოგი იქით იქნება ზოგი აქ. ასევე თუ ჩვენ რამე გამოგჩა რაც ისეთი რამე რაც თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ, ბავშვები. იყოს ჯანმრთელი. ბავშვები გამოგჩა. ბავშვებს არაფერს კი არ მემდური. უბრალოდ ბავშვი მოყავს ადამიანს ხორცილში. ეცადეთ რომ დაიკავოთ ამას. რამე მეთოდი არსებობს, რითაც მაგალითად აი ამ პრობლემას მოვაგვარებთ. ერთია რომ მიუთითო პრობლემაზე და როგორ უნდა ქნას და მეორე რაღაცა მოიგონო. მე მაქვს მაგაზე ერთი მახსოვს შემთხვევა. დაცვა იყო ქორწილში, რომელიც სცენის მიმდებარე ტერიტორიას იდეალურად იცავდა ჩემი აზრით. ნორმის ფარგლებში. ჩემი აზრით, დარბაზის ტერიტორიაზე, ანუ იქ უნდა იყოს ბავშვებისთვის გამოყოფილი სივრცე. ქვიშა. ვიცი, მაგრამ ოთახი კი არა, დარბაზში რომ მივალ ჩვენ დასაჯდომი და დასადგომი არ გინდა. ბავშვებს ოთახს მინდა. ხო არა, მე ზოგადად ვსჯელობ, იმიტომ რომ კარგი იდეაა, ესე ვფიქრობ, რომ გქონდეთ. ხო არა, ხო უცებდები კომესა რა. სადაც იქნება პიროვნება, ვინც გააკონტროლებს. ცოტა ზრუნვა ოპერატორებზე და იმედია დაადგება. იმედია გააგრძელება. ზოგადად არ არის აუცილებელი თუ სიტყვაზე თქვი 10 დაიწყო 10-ზე, მაგრამ ნუ ნახევარი საათი ქორწილის ყოველთვის მოსაი მთელი დღის განმავლობაში არ გიწყვეს, მაგრამ როცა 2 საათს აგვიანებ და 3 საათზე გადის, უკვე პრობლემა იქნება რა. მე მასალის აკრეფაც გვიჭირს საერთო ჯამში პროდუქტი რო შევქნა და როგორც ასეთი კლიპი ან ვიდეო და სასურველია რომ მსგავს დააგვიანებ აკრეფას, აი ჟოლი რო დარეკავა ხო მე მალე დააკრიფო მე ხუჭდება. შენ ყველაფერი საერთო ნუ ქირდიენ. კი ბატონო. და კიდე არის პრობლემა რომ 5 ლოკაცია უნდა გქონდეს. 5 აქ მოასწრა, არ უნდა მოასწრა რა. რას ასწრებს აგარბის. 2 ლოკაციაზე იდეალური გამოვა.
ლოკაცია არის 4 კუთხე კი არა 8 კუთხე შეიძლება ქონდეს ლოკაცია. ასე შეიძლება შეაბრუნე ჭერიდან სხვა, ესე იატაკიდან შეაბრუნე სხვა და გადავიღოთ. ახლა თუ იმას ემარიაჟებით რომ 5 მოასწარი, რა ვიცი. ნახ მარათონი იაცეკი, გამოგვიწერა. უცებ რაღაცა მიხვალ ლოკაციაზე, ჰოპ, გავიგეთ ლოკაციაზე, ჰოპ. არის ფოტოშოპს პატარზე მიუთითებ თუ არა ეგრევე გააკეთე და მე გიტყდება რომ ყველაფერი გაქვს ფაქტურად აუ, ერთი ლოკაციაზე. კითხვა კიდე მაქვს რა. 10 წუთის კი 10 წუთის რა მოვიყვანე აქ, მაგრამ ანუ კარგად გამოსდის 10 წუთი საკმარისია ასე. Так, ჩაიშენ სასეირნო დრო. ხო, კაი, ესეც კითხვა მაქვს. დრონი შედის? რა ღირს ვიდეო კლიპი და დრონი. შემდეგ შენ გაინტერესებს თუ იგეს რო აინტერესებს. ეგ საერთო შეკითხვა. ანუ მეგობრებო, მაგ დროს დრონის ფასი ცალკე გაინტერესებთ ჩვენ რომ თქვენ მოვყიდოთ თუ კლიპში. იმიტომ რომ ვიდეო შეგახსენებთ, გადაცემა დაიდება ყოველ პარასკევს. ხო, პარასკევი ჯობია ხო? კი. პარასკევი. 9. კი ბატონო. და პირველი სეზონი იქნება 5 გადაცემა. ქრონიკის შემდეგ. შემდეგ შევხედავთ თქვენ აქტიურობას, ზოგადად ჩვენი შედაც ენთუზიაზმით მუშაობთ, ზოგადად არ ყავს სპონსორი, ყველაფრის სპონსორია Memo Production-ი და ისევ ჩვენ. ჩვენ ტელეფონები ვიდებს მაგიდაზე. ხო. და აქ შეიძლება რომ დაინტერესებულად რეკლამა მოგმართოთ. Sony Apple ხო. Sony რეკლამის ვიგე. Samsung. მივიდოდი Sony-ს რა. Sony არა და Samsung, I'm sorry. ეხლა კი გადავედით შემდეგ რუბრიკაზე, challenge-ზე, თამაშზე, რაც ქვია, არ ვიცი მეგობრებო, მე არ ვარ ჟურნალისტი და არ მაქვს გავსი გამოცდილება, ამიტომ რამე თუ შეგვეშალა და არასწორად თქვით, დაწერეთ კომენტარებში. გაგვისპამეთ. ჩვენმა პროდიუსერმა შეარჩია 10 ფოტოგრაფის 10 ფოტო, რომელიც გამოჩნდება ეკრანზე, ბათუმელი ფოტოგრაფები, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ბათუმს არ გავხსნით. და ერთგვარი შეჯიბრი გვექნება, ჩვენ ვიტყვით ვისი ფოტოა და რიგრიგობით ვიტყვით ჩვენს ვერსიებს და შემდეგ უნდა გვითხრას რეალურად ვისი გადაღებული. და გვექნება ერთი შანსი. ეს არის ჩვენი გამოცდა რეალურად, ფაქტიურად გამოცდაზე ვართ, თუ ვიცნობთ ბათუმელი ფოტოგრაფების ფოტოებს. ჩვენი კოლეგები. ეს ზოგადად ფოტოების შემთხვევითობის პრინციპით არის შერჩეული და ჩვენ არავინ არ შეგვირჩევია და არავინ არ გამოგჩენია, ასე რომ გადავიდეთ თამაშზე, ხო? ყველა თითო ვერსიას ვიტყვით, შემდეგ კი გამოცხადდება რეალური ავტორი ფოტოს. ჩვენს ეკრანზე ამონათდა და ჩვენს წინაც ფოტო პირველი და დავიწყოთ ვერსია. საიდან ვიწყებთ ახლა? როგორ მივყვებით? რიგის მიხედვით მივყვეთ. ანუ კაი, საერთოდ დაიწყე შენ. ჩემიდან? ან საათის ისრის მიმართვით. ეს ფოტო არის ჩემი აზრით აჩი მანველიძის. კაი, ჩემი აზრით ნანუკა სიმონია. მე მინდია დავითაძე მგონია რატომღაც. რა გიშენ? აჩის ვერსიას ვეთანხმები. ანუ მინდია დავითაძე. ანუ აბა სწორი ფოტოს ავტორი. სოლიდარობა გამოუცხადა, მაგრამ გაიმარჯვა ამ იმაში გამოსხდა. მარი. ნანუკა ვიყავ. ნანუკა. ანუ ნანუკას ფოტო. ასიმონიასი. აი ძალიან ასეთი. ნანუკა არ უყვარხარ. მე ნანუკას არ ვიცნობა. კაი, ნუ ფოტო აღოჩნდა ნანუკა თალაკვაძის. შეგახსენებთ, რომ ფოტოები არის საჯარო, არავისგან ნებართვა მაგიტო არ აგვიღია, იმიტომ რომ დევს ქსელში და ნებისმიერს აქვს ცდომა, ასე რომ ნუ გაგვიბრაზდებით, რომ თქვენი ფოტოები. იმიტომ რომ აზრი არა კამერაზე. პროდიუსერზე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული ფოტო შეგვირჩია ეს. გვერდიდან რა. კაია მე. კი ბატონო, გადავედით შემდეგ ფოტოზე. შემდეგ. კაი, 5 წამი მაქვს. არჩილ მანველიძე. აჩი რომ ეს როჟას უკვე. ასე ვერ ხედავს. ხო არა, დააკვირდა უნდა რა. მეც აჩის ფიქრობ მანველიძეს ჩემს სახნიას. ეს არის ვინ არის ბიჭო? არ ვიცი. 500 years. ჩემი აზრით ეს იქნება უჩა. უჩა? ორი ვერსია არ გვაქვს, ხო? არა. უჩა კირკიტაძე. მეც შეიძლება რეზიც იყოს. ხო ისე გვარის საკონკრეტე. რეზი. აზზე არ ვარ, მაგრამ რეზისკენ უფრო ვიხრები. მე ვფიქრობ რეზი შენ არის მაშინ აჩი გოგა მარი გაიმარჯვეს. აჩი მანველიძის. მანუელი. აჩი. მანველიძე. ფერები. ბატონო. ერთით არაურიოთ ფერები სულ ერთ ფერებში აკეთებთ, რომ აგვერია ხედავ. ეხა ჩემია ხო პირველი? კი. რო გამოძრები ესე მითხარი. იგი ვინ შეიძლება? დავზურაი. ვისი ფოტოა? უჩას ფოტო მგონია. უჩა? ასამბაძის, ჩვენი ძმის და მეგობრის. ეს აჩის.
ესაა ჩემი აზრით რეზის ფოტო იქნება აქ. ჩემი აზრით ვახო კომახით. მარი მართალია ამჯერად. შენ გონი ფოტოების თვალიერებს და საქმე აღარ. ოკეი, მეოთხე ფოტო. მინდიას ფოტო. რომელი? ჩემი აზრით სამი მინდია ყავს. მესამე ვინა? ო, დავითაძე. ჩემი აზრით ეს არის ვახოს ფოტო. და voice-ის დიზაინი. ოკეი. ჩემი აზრით არის ბატონღაც გონია, მინდია რომ- დავითაძეა ჩემი აზრით. ფოტოს ავტორი? მოიცა. აჩის არ უთქვა. აი, მე მაინც მინდიას არის გონი. შენ მინდიაზე გაბრაზებული. გაბრაზებული. ეს ვიცი. ვიდი რამაც. ეს თეთრი მაუსია და. ჩემი კოღო არ გეგონა. ნო. ეს არის ზართული. უჩას ფოტო ჩემი აზრით. ასამბატის. ეს ჩემი აზრით მე მაქვს უკვე. არის ჩემი აზრით არის არის. ავაზზე არის. კაი რეზი იყოს. მე რატომღაც მგონია რომ არის მინდია დუმბაძის ფოტო. ერთი რაღაცაც ვთქვათ ბიჭებო, ანუ როგორ რაღაცა იცით? ახლა ტელევიზორში რო უყურებთ სხვა ფერი აქვს, ნოუთბუქში სხვა ფერი აქვს და შესაბამისად შეიძლება აგვერიოს ისედაც ფერები რა. ფერებით ვიმშელოთ. ფერები, თლათ ფერებზე ვერ ვარ და კაი, მაინც მე ნუ ვიგებ მომენტ ახლა. არტზე რომ გითხავენ ისე ვარ. ანუ ახლა მესმარტყა ფერებით უფრო ვერ ვარჩე, ვიდრე ანუ პოზირები. ეხლა შეგეშალო. ანუ ვიზრა, ხო, ვიდით უფრო იმით. ეხლა რო შეგეშალავით. და ეს რამაზის ვეთანხმები შაასამბაძის. ეს არის დუმბაძის, მინდია დუმბაძის. აუ, მე მეხდი როგორ ეხდი, პატარ ძალიან იქნებოდა ალბათ. აუ, მე რაზე უღადავ ვერცეთის რო ვერ გამოვიცანი. მე გამოვიცანი ერთი მინდია. აუ, ხო. მე გეტყვით რა როგორ მივხვდი. მეგი, შემდეგი მინდია ფოტო. გამოვიცანი. კარგი, შემდეგი. არა მგონი. ბათუმი არაა ეს აშკარად. ან მე არ ვარ. ესეთი ლოკაცია რომ არ ვარ ნახო. რომელიც ბათუმშიც არ არის. ლოკაციაც არა ჩვენ დალავღო. იმედია მე არ ვიწყებ. აი, რამნეჟავა შენ. შენ თქვია. ჩაწყობებს. კაი, ერთი. მარის ფიქრის დრო მივცეთ და კაი, შენ. მე ვიტყვი. მეც მინდა ფიქრის დრო. კაი, მაშინ მე ვიტყვი. აი, კაი, მე ვიტყვი იმას, მეფარშვის. გიორგი მეფარშვის. არა. ისე მანიშნეს რომ არა. მინდია დავითაძე მგონია რატომღაც. ჩვენი რა გინდა? მე ბიჭო ყველა რაღაცა დათანხმება მიწევს რა. მინდია დავითაძის ფოტოა. დია დავითაძე. კარგი, შენ? ჩემი აზრით ეს უნდა გამოიცნო რამაზე. ჩემი აზრით ეს არის ფაი. ფოტოგრაფის ფოტო. მაგრამ მასეთი არ ყავს. არ ყავს და ვერ იქნება. ბიჭო აღმოჩნდა ამ თემაში. ეს არის სიმონიას ფოტო. სიმონიას. აი, გადავიდეთ შემდეგი ფოტო. მოერც ვიღატ. ეს იქნება რეზის ფოტო მაღლიდან აგატა. კაი, გაგეწმინდა. ეს არის ეს აუჩას ფოტო. ვახოია ეს. კანის ფერზე. ეს ვახოსია. კაი, ჩემი აზრით უჩას ამბაძე. ვისია? მოიცა. მართალია ირაკლი და მარი უჩას პროფესია. აუ, არა რატო არ სულ მაცადე? რა შენ რატო არ გაცალე? დიდ ბევრს ფიქრობ და იმით. აი, მე გავა. მე გავა შენ გადი და შემოვდი რომ დაგინახო. მე და ირაკლი ვლიდერობ. კი ბატონო. აი, შემდეგი ფოტო. შემდეგი. პარინ ბალეში. ეს არის აბა გამოიცა. ეს არის ჩემი გადაღებული ფოტო. აუ, არ არის შენი ფოტო. ჩემი ფოტო. ამაზის ტელეფონზე ეს ტელეფონით გადავებული. ეს არის ფავორიტი მე წვილი. არც იმ დღეს ვინიყო ფოტოგრაფი, ეს ალბათ აშკარად პირდაპირ ჩემზეა, მე უნდა გამოვიცნო. მიდი, აბა. თქვენ ამ კორცში იღებთ. ბაზარი აბა გამოიცანი. ეს მოკითხვა ფოტოგრაფის თუ შენი გადაღებულია. ტელეფონით. ანუ აი წაღარასაც საუბრობთ, ხო? თავარი არის ემოციაო. აი ეს ნათელი მაგალითია ემოცია რა, ანუ რეალურად რაც არის. სასწაულები იყვნენ. აი ხიარულება და პოზიტივი ყოველთვის მუშაობს და იყავით პოზიტიურები, იყავით ხიარულები და ყველაფერი იქნება. არ არის კამერით გადაღებული. ერთადერთი არ იყვნენ, ერთ-ერთი იყვნენ, მაგრამ იდეალურები. მოვიკითხოთ აი, ჩვენ. შემდეგიც ნახოთ აბა. ო, ეს არის მოკლედ მე ვიტყვი რეზი რა, ბოლო-ბოლო რომელიღაცა იქნება რეზი. მე ვიტყვი რომ მინდია დუმბაძე მგონია ისე. დუმბაძე შეხო. მანუელიძე მეც.
ეს რეზის იქნება მართალია, მაგრამ იმიტომ რომ ასეთი ფერი რეზისაა. რეზისა ეს არის რეზის ფოტო. შეკითხვა რეზის. პირველია მარი გამას. გამოვიცა. აი. იგ თანხმობ. გადავიდეთ მაშინ შემდეგ ფოტოზეც. მე ფარშვი. მე ფარი. ია. აი მე დამახასიათებელია ფარშვის შესვის, სიყვარული. იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე ფერი აქვს დიდი ხანი და კი. მაგიტომ თან კაი ფერია. ახსოვდება. ყველას კაი ფერი აქვს, მაგრამ ყველა ძალიან კაი იყო. ეს იყო ფოტოების ჩელენჯი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ფოტოგრაფები არიან შემთხვევით შერჩეული, ასევე ფოტოებიც არის შემთხვევით შერჩეული და წინ ბევრი გადაცემა გვაქვს და ყველას აქვს შანსი, რომ მოხვიდეთ, ვისაუბროთ ყველაფერზე. პირადად მე არ ვარჩევ არც სტუმარს, არც არაფერს, უბრალოდ ასევე გიგეთყვით, რომ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი სასურველი სტუმარი, რომელსაც შემდეგ მოვიწვევთ და მისთვის საჭირო და აუცილებელ თემებზე ვისაუბრებით. ასევე გვექნება რუბრიკა ერთად ვნახოთ, რომელსაც წაუძღვება მარი. და ერთად ვნახავთ ყველაფერს, რაისი გაყიდვაც ფულით შეიძლება მოკლედ და პირველი ჩაწერა არის ეს. მინდა რომ ამ გადაცემას უსურო ძალიან ბევრი წარმატება და უფრო განვითარება. მადლობას გიხდით ყველას, რომ გვიყურეთ აქამდე. გააგრძელოთ უნდა ყურება, იმიტომ რომ უფრო საინტერესო და უფრო კარგი რაღაცები გელოდება წინ. გადავედით შემდეგ რუბრიკაზე და ამ რუბრიკაში მოვჩნდეთ. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ერთად ვნახავთ პიროვნებას, რომელიც თავის მოკრძალებულ სახელოსნოში ქმნის საოცარ ნამუშევრებს. ბატონი რევაზის ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ დღეიდან გახდება. აბა წავედით. გობზანდით. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობათ. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სახელოსნოში. მოხარული ვარო თქვენს სახელოსნოში აღმოჩნდით და გამაცანით აბა თქვენი ეს სასწაული ნამუშევრები. ჩემი ნამუშევრები ძირითადად ჩემს კუთხეს, ჩემს ქვეყანას განასახიერებს, ისტორიულია ზოგი, პეიზაჟია ზოგი, რა ვიცი, სოფლის ხედებია. კი ბატონო. ყველანაირი ჟანრია. ეს არის ჩემი სოფლის ხედი, ქვედაჯოჭო. ქვედა ჯოჭოს ხედი. ქვედა ჯოჭოს ხედი, ცენტრიდან. ეს კიდევ ძველი ბათუმის ხედია. ეს უფრო ადრე 1900-იანი წლები ჩაისახლია. ჩაისახლია. აქ გოგებაშვილის ქუჩა არის ახლა. მაშინ ქუჩა არ იყო, უფრო ზღვასთან ახლოს იყო, ნავებით მიდიოდნენ, ჩაისვამდნენ, რა ვიცი, ესეთია. ეს კიდევ ჩვენი სოფლის ერგის ზებაშკოს ეძახიან. ბაშკოს და იქ არის ნაეკლესარი, ნანგრევები იყო, ახლა ცოტა შელახულია და არ არის, მაგრამ ეს ის ხედია, საიდანაც ეს მახოს ხედია. ხო, ეს ჭოროხის ხედი ჩანს, იქით უფრო შორს ჭოროხის ხედი ჩანს. ბატონო რევას, თუ შეგიძლიათ რომ მაჩვენოთ თქვენი პირველი ნამუშევარი. კი, როგორ არა? მოგზანდით? და საიდან დაიწყო ეს ნამუშევრის იდეა, პირველი საიდან გაჩნდა? აი ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი. ეს არის ჩემი სოფლის პატარა კუთხის ხედი. დღეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ ნახат შემორჩა, არც სახლი, არც ხეებია, მაგრამ ნახат შემორჩა და ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად რომელი სეზონის ხატვა გიყვართ? უფრო მეტად შემოდგომის სეზონი მიყვარს, მრავალფეროვნება, კოლორიტია, რაღაცა სხვადასხვა ფერებია. ჭარბობს უფრო ნარინჯისფერი. აჰა, უფრო თქვენი ფერებია, ხო? საყვარელი ფერია ნარინჯისფერი და ეს ფერი უფრო მიყვარს, აი და რაღაცა შემოდგომა უფრო მომწონს. ხატვის დროს usment რამე მუსიკას თუ ბუნების ეგ მუსიკა აუცილებელია ხატვის დროს, ხო? მიყვარს კლასიკა ძალიან და ეს მეხმარება ხატვაში. რაღაც სულით მშვიდდები ძალიან სიამოვნებს, რაღაც ვირთობი ნახატში და მუსიკაც უფრო მეხმარება ამ დროს. კი ბატონო. კედლების ინსპირაცია, ანუ ყველაფერი თქვენი ხელით გააკეთეთ, ხო, როგორც ვიცი? კი, ჩემი ხელით გავაკეთე. უფრო მეტად ბათქაშითაა გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჯერ ფიგურებს, რასაც ქმნი, ჯერ აბათქაშებ ხატავ და მე ამოყავს ნელა-ნელა. ესე იგი, ბოლომდე ხართ ჩართული ხატრობაში და ხელოვნებაში.
ვცდილობ ამას დროს, რა ქვია, უფრო მეტად ქართული ორნამენტები ჩავთო და სიამოვნებს ეს ახლა ქართული ორნამენტებია და რაღაც სხვა ელფერი აქვს. რომელ მასალას იყენებთ უფრო მეტად, ან რომელი მასალით მუშაობთ? სეთის საღებავებში მუშაობ უმეტესად. აჰა. სეთის საღებავ. მე სიამოვნებს სეთის საღებავები, სუნიც სიამოვნებს მისი რაღაც სხვანაირად ის ჩემებურად მომყავს მე. კი, ანუ უფრო მოყვება ხო, ზედან. მომყვება ჩემებურად და ჩემებურად მომყავს, როგორც მინდა ისე ვაკეთებ. თქვენთვის როგორც მხატვრისთვის, როგორ გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი დღე? 6 საათზე ვიწყებ ჩვეულებრივი დღეს, ჩამოვდივარ, ძალიან მიყვარს ეს სახელოსნო, რაღაც ჩემი სულია აქა, სხვანაირი სულია, ჩამოვდივარ, 1-2 საათ ვმუშაობ, შემდეგ ვემზადები სამსახურისთვის. აჰა. ანუ დღე იწყება სახელოსნოში. სახელოსნოდან იწყება დღე და შემდეგ სამსახურიდან ისევ სახელოსნოში ბრუნდები და ასე. ანუ თქვენი ენერგიის წყარო არის სახელოსნო. უფრო ხალისტები. ის დღეც ხალისიანია. ხანდახანს როგორი სიტუაცია იცით? ვაკეთებ და გადავდებ ნახატს, დავასრულე მეთქი ვამო. რომ ეს ნახატი დავასრულე მეთქი და გადავდებ. გახედავ, გავა დრო, რაღაცას ხომ ხატავ, გადავხედავ, აქ რაღაცა მაკლია და შეიძლება ეს ნახატი სულ გადავწერო, ან გავაფუჭო, ან უფრო გავაკეთო. როგორც შევამჩნია, მხოლოდ ნახატებს არ ქნით. სხვათა შორის ეზოშიც დავინახე მე ქანდაკებები და ძალიან მომეწონა განსხვავებული რაღაცები. მადლობთ. ეს თქვენი პორტრეტი. კი. კარგი სამეგობრო წრე მყავდა 80 წელში დავამთავრე, კარგი მასწავლებლები მყავდა. ეხლა ჩემი მასწავლებლები ორივე ცოცხალია, კარგი მხატვრები არიან, წარმატებული მხატვრები არიან და კაი სამეგობრო მყავს, აკადემია დამთავრებული აქვენ და მე ცხოვრება რაღაცა ისე წამიღო, რომ ცხოვრება შვილები რაღაცა ცოტა ვერ მოვისკენი და ეხლა ბოლოს დავიწყე. ანუ ერთი პერიოდი ერთი გაჩერდით. პერიოდი ჩავარდნა მქონდა და მე დავიწყე ისევ. ეს სივრცე იყო цаრიელი. ხო და გზალი ყოველთვის კამპოტე ხომ იცი სოფლის პირობებში კამპოტებს გარეთ აკეთებ და ხან გაუწმინდებოდა რაცხა და უთხარი ბუხარს გაგიკეთებ და შედი და შიგ გააკეთებ მეთქი და დავიწყე ბუხრის კეთება. ეს ბუხარი რომ გავაკეთე, მე მომინდა რაცხა მოხატვა ბუხარის. ბუხარი რომ მოვხატე რაცხა ჩუქურთმა ჩავსვი, რაღაც ჩავსვი და მე ვთქვი ახლა ამ ხელას ის სარიელეში მე ეს წამოვიდა იდეა. სივრცე გავაკეთე. მე ვთქვი რომ ეს სივრცე ახლა რაღაცა მივცე, იგი მე ესენი მოვხატე და მე წავიდა, ხო? მე ამაში ეს დავიწყე, მე ის დავიწყე და ესე იგი ძლის დამსახურება. ძლის დამსახურება არის. მაგარი. იმ დიდ სამუშაოსთან ერთად ეს პროცესიც მიყვარს ძალიან. ხო. ეს რაცხა מחალისებს დალევაც მიყვარს. დალევაც მიყვარს, კეიფიც მიყვარს და ეს პროცესიც მიყვარს. ამ ჭურს რომ ხედავ, უხალისტები უფრო. ანუ ეს ყველაფერიც თქვენი შემოქმედებით არის და თქვენ გააკეთეთ. ეს ფაქტიურად ჩემი ოჯახია. აჰა. წარმოდგენილი. მე ვარ ჩემი შვილები. წურავთ ღვინოს. რა ვქნათა. რა დრო დაჭირდა ამ ბარელიეფის შექმნას? თითქმის ერთი თვე მოანდომე აი ამ ბარელიეფის ყველაფერს ხო რაც აქ არის ეს? არის, კი. ხო, ეს პირველი ღვინო. პირველი ღვინის ხო. დაწურვა, ხო? ნახეთ როგორ დეტალურად და ლამაზად არის შესრულებული. ეს არის ნამდვილი ნიჭის ზეიმი. განდეგილი მინდოდა გამეკეთებია და დავიწყე ხო და ვცდილობ რომ გამომივიდეს. ანუ ჯერ აკეთებთ მონახატს და შემდეგ გადაგაქვთ. აკეთებ და მე გადამაქვს სტილოზე. რა საინტერესო. ხელოვნება მარტო საინტერესო კი არა. სულია. ბატონო რივას, ბოლო კითხვაც და ისმენ. რას ურჩევდით დამწყებ მხატვრებს? თქვენი რჩევა რა იქნება მათთვის, რომ იყოს мотиваცია და დახატონ ყველაფერი კარგი. იცით რა, დამწყებ მხატვრებს მე მაგალითად მე ურჩევდი რომ ხატოს, სულ ხატოს. ეხლა გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა არა აქვს მნიშვნელობა. აუ რამდენს მეც გააკეთებ, იმდენი შენთვის კარგია. შეიძლება 1000 ნახატი გააკეთო და იმ 1000-ში ერთი კარგი გამოგივიდეს. ურჩევ სულ მუშაობას. სულ უნდა იმუშაოს, სულ. კი, მგონი ყველა საქმეში ეგრეა. ო, ასეა რა.
ძალიან დიდი მადლობა არაფერს რა მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობათ აღფრთოვანებული ვართ თქვენი ნამუშევრებით, მართლაც რომ საოცრებებს ქმნით და ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ესე ჩრდილში, ასე ვთქვათ. გვიხარია რომ აიხარეთ ქართველი ხართ და ესეთი ძალიან მაგარი რაღაცები გაქვთ შექმნილი და ქმნით კიდევ. სტილო ძალიან დიდი მადლობა. სტილო გამარჯობა. ხედავთ ახლა ახალ სტუდიაში ვარ, გიგე? განათებებიც არის, ლამპაკი წამეუღე, მაგრამ განათება რა გათქვიდა და ისეთ ნათელში ვარ მგონი. იმ ნათელშია ახლა თქვენ რომ ფიქრობთ, გიგე? კი, მოვე, ახლა შორი გზიდან მოვე, კი, მაგრამ იმ ხელა საცობები იყო ჩემი. კი, იცით და რა საცობებია. იმპერი საცობებია, თუ კაცსა მისლა არ გინდა, გაროჩე, მანქანით დაწეხვიდე. ემის ხანწეს. კაცი თუ სტუმარი გინდა, ხომ უკვე სტუმარის გლოვით და გამეიძახო. გიგე ისე ვერ მოვა ჩანსი არა. გაროჩე, მაგაც ბაღანა შეეძინა და სანამ სამშობიაროში მივდა იმ ხელა საცობები ბაღანა 1 წლის იყო, რომ გამეიყვანა საცობები იმიდან, სამშობიაროიდან. ეს ხომ აი ბასლაინი კი არა, აი ბასლაინია, თხასლაინი კი არა არის. რომ დაადგებით და მიდიხართ აი ავტობუსის ზოლში. პრადოს ლაინი კი არ ქვია მაგას ქვია ბასლაინი და ავტობუსმა დაიაროს. ისე ამინდები კი აცუდი, მაგრამ უცებ შეხედავ შორტიდან პირდაპირ დუტის კურტკანა შეიცვა, გიგე იმპერი ამინდებია ახლა. ვერ დუგებ ვერაფერს. ის კიდე ის ხალხი, გიგე, ტელეფონს რომ ხმას უთიშავჩუ. მაი რა ფერი გირეკაო რაც ხომ უნდა მიპასუხო. მაი ფერია მუსიკა რომ ჩაართო და ხმა ბოლომდე დუუციო და უსმინო, მაი ტელეფონი იმის არ მოპასუხო, ხო? ეს კიდე ტელეფონებზე მივდა ბაზარი და ახლა ხალხი რომ გამოდიოდა და იღებდა დარბაზებში, მივდნენ და ახლა დარბაზის მენეჯერებმა დაიწყენ ტელეფონებით ხება. რა იქნა გვაცალეთ გადავიღო ცოტა და. კიდევ ახლა მოხვალ ყავა გინდა, გიგე ოფისში. მოხვალ სუმბათა ისე გაძვირდა, გაროჩე რომ ნარკოტიკის ფასი აქვს, რაზე და დავყაროთ და წვით და შევსუნთქოთ უკვე. რა იქნა სუმბათა, რა თუნდა მაგ ხელაფას. ჯანსაღი კვებაო და ჯანსაღი კვებაო მოდაშია ახლა, გიგე. ჯანსაღი კვება ახლა კვება პირდაპირ არ გეიგოთ თქვენ, გიგე. ჭამაა მაი და არ უნდა ბევრი ამბავი მაგას. ახლა ჯანსაღი კვება არ თქვათ რომ ახლა ბეგემოტის ბალახს ჭამს და მსუქანიაო. ბეგემოტი ბალოჩი წევს თქვენ დივანზე, ადგე და გექანო და ცოტა ჯანსაღი იყო და გეარო გამეარო და გასუსტეთო არა. რა აზრი აქვს? ფეხბურთი დაითამაშო, მაგრამ სხვაზე და ოციანზე კი არა. შეჭამ გასუქდები ისედაც. ან ფეხბურთზე მიდიხარ და მეორე სართულიდან ლიფტით ჩადიხარ. შეიბინე ფეხით გეიბინე გამეიბინე რა. ვინც გაროჩე შავლობიაზე ხართ გაზრდილი, მაგათ არ გეხებათ, გიგე, ხალი და შავლობია ვისაც გაქვთ დაჭამი გაროჩე, იმათ კინაც რომ მოკნიტოთ პრობლემა არ არის თქვენ და ჯანსაღი კვება აზრი არ აქვს. ამ ჯანსაღა დილას იმას ჭამს, რა ქვია, ჯანსაღა ჭამს საღამოს შაურმას. მე ნახშირებს სვამ, ნახშირის ტაბლეტებს. ზოგი იმდენი ჭამს რომ ნახშირი კი არა, ჩამწვარი კოცონი რომ შეჭამა არ გიშველის არაფერის რა აზრი აქვს. ზოგი გაროჩე კუჩი იწრის, ამას იპატარავებს, ემალი კუჩის დაპატარავებაჯო, თავის დროზე საჭმელი დეგეპატარავებია და არ დაგჭირდებოდა კუჩის დაპატარავება, რა პრობლემაა. ხო, რაც უფრო ჯანსაღად ჭამთ, გაროჩე, ავტობუსში უფრო მეტი ხალხი დაეტევით, გარ. ჯობია მას ეკნათ. კიდე ზაფხული მოდის, რა ვიცი, წელე ზღვაზე მე და. ამ ფერი ამინდე, გევე ზღვაზე გაწვინდა მობრუნდი. მაგრამ მობრუნდი აცხა ვერ მევფიქრე და მობრუნდით, მაგრამ სინამდვილეში ამეია, მართლა ზღვაზე კი არ წელს სულა. ეხლა სტუდია გვაკაგერ, კაი, ლამაზად დავაწყეთ. შუქი არის, ოსო ქალმა სახლიდან გამომაგდოთ, მაინც მიზეზი მაქვს, რა. ადრეს ახში ვწერდი. მართლა კი არა. იმპერი თბილი ქალი მყავს რომ შაქარი რომ არ მაქვს, ჩაიში თიცვაწობიებ და თქმება. ასფი. ამე ცუდად არ მიიღოთ. ვინმე ცუდად არ გეიგოთ. გიგე ხანდე ხავ ხუმრობთ ახლა და გამეიწერეთ ჩვენი არხი. აუცილებლად. ეყო ფაჭო